My name is Gaius Julius Caesar, conqueror of Gaul, scourge of the Britons and Germans, and Rome's greatest commander. Once I was a consul of this proud republic and led the squabbling group who call themselves senators. But now, the wind has turned. Today, I cast the die as I cross these waters and march against my erstwhile ally, Pompey, and the scheming Optimus. The events that have forced my hand have been both tragic and glorious. And in their retelling, let future citizens understand why brother must fight brother and why Caesar must prevail. Alia Iacta est. წილი ნაყარია, ორ როგორი დიდებულია, რომაული ლეგიონების კიდევ ერთხელ ხილვა, ორ როგორი დიდებულია გაიუს იულიუს კეისარი და მისი კამპანიები, ორ როგორი დიდებული პოლიტიკოსი, ორატორი და სამხედრო მოღვაწე იყო ისევ. თქვენ წინაშია ვახოჯოხაძე, თქვენ წინაშია შესანიშნავი გენიალური სტრატეგია, ეპიკური, ანტიკური, ისტორიული თამაში, Hegemony Rome, The Rise of Caesar და ხოლო რაც შემიძლია შეგპირდეთ მთელი ამ თამაშის განმავლობაში მოღვაწეობა მექნება მე ვახოს ვიქნები თქვენთან ერთად წავიყვან ამ კამპანიას ცოტა რაღაცას აგიხსნით ამ თამაშის შესახებაც არის ძალიან კარგი რაღაცა Longbow Jamesi და კონკრეტულად ეს დეველოპერები ეს თამაშების სერია დიდი ხანი აღარ გამოდის, ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ეს თამაშები რაც გამოვიდა, ჩემი აზრით, ჩემი განმსხვერპლად ძალიან კარგი მოცულობითი რეალური დროის სტრატეგიები. და თუ რაღაცით შეიძლება რომ ადამიანმა სიამოვნება მიიღოს, უნდა დაუჯდეს და ნაიერ თამაში უნდა ითამაშოს. ეხლა დღეს მე რაც ხდება, ვითამაშებ ეპილოგს კეისრის კამპანიას, როდესაც შედის ჰელვეტებთან საბრძოლველად, სადღაც ესე უკვე პირველად გალიის დასაპყრობად ნაბიჯებს ოდავს საფრანგეთში ლეგიონებს რომ შეიყვანს. დაახლოებით ესე ძველი წელთაღრიცხვით 50-იანი 40-იანი წლებია და აქ შეიძლება ასევე მე დიდი კამპანიებიც ითამაშო. არის ფრაქციები დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე. თავისუფალი ისო და თამაშის რა ის არის თავისუფალი სათამაშო ის და აქ არის მთელი ალპის მთებიო, მთელი გალიაო, ბელგიკა, ანუ ბელგიის ნაწილი ბრიტანეთის ზღვაო, სადაც უკვე ბრიტების კუნძულზე ბრიტანეთში რო გადაჯდება იქ ბრიტანული იცენების, დუბნონების და ბრიტანულ ტომებთან შეგიძლია რომ დაიწყო ომი და გააგრძელო და არის რაც გალების ტერიტორიაზეა, ეს ძალიან ბევრი ფრაქციაა, ძალიან ბევრი საყვარელი ფრაქციები. აკვიტანები, ალობორგები, არვერნები, ატრებატები, ალულერიკები, ბელოვაკები, ვენეტები, ჰელვეტები, ეს ვიცი წება აქ შუალ ალპების მთების ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. თითქმის ვებურუნები, ედუები ახეთ კიდე მე ბრიტანეთშიც ნაწილს ყველაზე დიდი მოცულობით კამპანია ეს არის სიტყვით ხო და ტრანსალპური გალია და ცისალპური გალია ეს უკვე რომი თვითონ უშუალოდ მაგრამ დღეს ამას არ ვითამაშებთ როგორც გითხარით ეს დიდი კამპანია ვისაც უნდა რომ ითამაშოს და აიღოს ნებისმიერი ტომი აგერ ბელგიკაში ალპების თებიო და აგერ ბელგიკაში აგერ ბელგების ტომებით ნახევრად გერმანელები არიან ესენი კიდე აგერ ბელოვაკები, მედიომატრიკები, მენაპები, ნერვები, რემები, ტრევერები, ებურონები შესანიშნავი. აქ უკვე გერმანია. ნუ ერთ სიტყვით დღეს თქვენ თვალწინ ვითამაშებთ ხლიარად კეისრის კამპანიას. დავიწყებ პირველი თავით. დაპრობლები და ახალ მოსახლეებიო რა ესე ქვია დაახლოებით და მოემზადეთ მოიგეთ თქვენი მუზარადები აიღეთ ხელში ხმლები და ჯეკით და მიყურეთ მე მხოლოდ მე დავიწყეთ წავედით ეს გამოვთოთ ეს აღარ გვინდა თუ გვინდა კაი
ეს სათამაშები გვაქვს. და დავიწყეთ. At the end of my consulate, my efforts on behalf of Rome were rewarded ჩემი კონსულობის with the დასასრულისო lucrative Roman provinces of Gaul and Illyricum. რომშიო მოვიპოვეო. Cato and his optimists have ხალხის been კეთილ intent on გაწყობაო და blocking my მენდობოდნენ და and I will not deny that Ah, my მოხდეს alliance საშიო, with რომ Pompey solidified ჩემი through გამარჯვებების marriage to my dear შესაბამისათო Julia, played a წავსული role in ყავიო და securing my ამომეგვარებიდაო position. ჭდილოური პრობლემებიო. When word reached the city that the როდესაც, Germans had crossed the Rhine at the bequest of the ქალაქამდე Sequani მოაღწიაო, and that combat had pushed the ცნობებაო, Helvetii tribe into the province გერმანელებიო herself, გადმოვიდნენ რეინზეო და სეკვანები გადმოვიდეო დუნაისკენ ვალპებიდან და many could still იმუქებოდნენ recall the last time the Germans უშუალოდ crossed our იტალიაში borders, შემოჭრასო. and the chance to gain glory in the eyes of the მეორე populace გადამერჩინაო was an ასევე opportunity ჩვენი lost მოკავშირე to me. ტომების უსაფრთხოება და რომის I მოქალაქეების packed my სოლა. belongings and left for Gaul at once. და გადავწყვიტეთ My new რომ lieutenant გალიაში should be waiting just შეკრებილი past ყავით this და იწყება valley. აი აქედან. He'll apprise me of the ალპების თები situation. ძალიან საყვარელი გრაფიკა აქვს, დაბლა გრაფიკაზე ძალიან კარგი Sir, შეგიძლია thank you for თამაშოთ. arriving with such haste. და ძალიან Fabianus, შესაძლებელი you are endorsed ეს by არის Pompey ლიბიანუსი himself. ერთ-ერთი I სარდალი. trust your judgment as I trust his. ეს ის სარდალია, მერია ის პომპეუსთან რო Understood. უღალატა და პომპეუსის It ხარისზე appears a tribe გადავიდა of რესპუბლიკური Gauls, the ბრძოლის დროს Helvetii, have abandoned their homes to migrate westward. They intend to pass. და ეუბნება რაღაცებს აქ. გზას უჩვენებს ერთის. These Helvetii are known to make war and ravage any land through which they travel. So mad are these Gauls. ნუ ერთი სიტყვით. The წავედით. Helvetii will move south into our territory and ჰელვეტების ქალაქებია აგერ push forward ალპებშიო. to meet their advance. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დასაყრდენი ფორპოსტი გენავა, ესეთი ქალაქი ჩვენი. აქეთ არის ფერმები. აქ უშუალოდ ვაგროვებთ რესურსებს. მაგალითად, ამ შახტები გვაძლევენ ოქროს, ფულს. ხეტყეს გვაძლევენ აი ესეთი ისინი, ტყეში ბანაკების ეს იმის. შეშიშჭრელების, აქ ფერმები გვაძლევენ საკვებს. რომლებიც გზებით უნდა დააკავშირონ, რომ ქალაქამდე მივიდეს. ეს მდინარეები, ტყეები, ფაქტობრივად აქ რესურსების მოგროვება Looks like we've arrived just in time, sir. ნუ The ხელოვანებიდან Helvetii are already მოვიდნენ. attempting to cross into the province. I've ordered your legion to prepare for the და plot. მას ყავ პირველი ლეგიონი, ჩემი გმირები ეს They're ready to receive your orders. მეომრები. კეისარს გაუფრთხილეთ ეხა ჩვენ. აგერ. შევიყვანოთ, ლაბიანუსი შევიყვანოთ აქ პირდაპირ. პირველ ლეგიონთან, ამას რა ქვია? ხო, მეშვიდე ლეგიონში. სიტყვით მთელი ჩვენი არმიის ეს არის აქ. და იულიუს კეისარი გავხადოთ ქალაქის გუბერნატორი, ხო? აქ ეგრევე. აი და დავსვათ ქალაქში. ეს ამ ქალაქს უკვე გუბერნატორი წავს. ნუ საომარი სულისკვეთება გვაქვს ჯერჯერობით ქალაქის ახალწეულები არიან 100, საჭმელი A7, რომელიც ნელ-ნელა თავდება. აქ ლეგიონში რა ხდება? აქ 31 აქ არის საკვები არა აქვს თამათ. დავამატოთ საკვები რო სულისკვეთება გქონდეთ. და დავიწყოთ უკვე ამოცანების შესრულება. ჰელვეტების აი ეს ნაწილი შემოჭრილი ჰელვეტების უნდა გავანადგუროთ. აი ეს მეომრები ველური გალების სისხლისმელები ნახე როგორ დგანან აი ეს. მაგრამ ჩვენი არმიები ასწავლიან ამას რა თქმა უნდა ჭკუას და დავიწყეთ. ხო, ნუ ამასთანავე აქ ეგრევე შევქნათ ახლა კიდე ერთი სულუკად შეიარაღებული გალების ერთი კოხორტა დახმარე. მეშურდულეები ან ისინი რომის გალების სულუკი პეხოტა სულუკად შეიარაღებული ისინი თუ ავიღოთ გარშემო ახლო ისინი ნუ მოკლედ ესენი ჩავხოცეთ ნე ხა ავიღოთ აი ესენი შახტები დავიკავოთ ესენი საჭიროა მე დროთა განმავლობაში მე ხა ხიდი გაანადგურეო მდინარე გენავას გასწვრივ აი ეს ხიდზე იძახიან ამათია ჰელვეტების აქედან
და ეტაპობრივად თამაშის განმავლობაში რა თქმა უნდა მივყვები და დავიწყებ ხოლმე აი ამ მიზნების შესრულებას რა თქმა უნდა. Აკოცი კაცია 20-დან ფერმაში და გვაძლევს პლუს 20 საჭმელს. მე მუშაობენ ხედავთ ჩვენ ხო. ასევე უნდა აუცილებლად ავიღოთ ისე თან ეს მეორე ერთეული გაუშვათ ეს მეორე ერთეული ამის დასანგრევად ახალი დავალებაც მოგცეს მე That will hold them off, but only for the time being. Labienus, does Genava have any cavalry to speak of? Yes, sir. I already have one recruited. Good. I suspect the Helvetii will travel through the Jura Mountains. Take the cavalry and the legion to Lugdunum and stage an army there. I will travel back to Cisalpine Gaul to fetch more legions. Understood, sir. But be aware that the mountain tribes have been growing increasingly hostile. You may be able to make it through the pass safely on your own, but bringing legions back is sure. ანუ უნდა გადმოვიდეთ აქეთ იტალიის ჩრდილოეთში აქ საწყის ფორპოსტთან იტალიურ ქალაქებთან ალპების აქეთ ორი ლეგიონი კიდე უნდა გადმოვიყვანოთ ესე გითხრა ართი დავალებაა ლუგუდუნუმი ქვია რა ეპორიდია ლუგუდუნუმი აი აქეთ ხო ეპორიდიაში წამოდიო გადმოვიყვანე ეს ლეგიონებიო მე აქეთ ლუგუდუნუმში გაემგზავრეო და მონებიო ვინც არიან ისინი გამო იხსენიო და ორი მიტოვებული ფორტი იპოვეო ალპებში აი აქ რა აქეთ სადღაც არის და უნდა ავიღო ალბათ რა ეს ორ მიზანს მივახციე უკვე ამ მიღნიშნაებით დავაგზავნოთ ეს გზებით დავაკავშიროთ ფული ჯერჯერობით გვაქვს პლუსში ვართ ფერი არ არის. და თუ წამოვიდეთ ეხა აქ ალპებისკენ აქ ადგილობრივი სალასების ტერიტორიებია ალპებში მცხოვრები კელტების ეს ის დავაკავშიროთ აქეთ ამასთან აქ ლუგუდუნში ესენი გამოუშვოთ აგე პირველი შეტაკება ახლა მოხდება აქაც გალები როგორც ჩუბოსნები თელვეტების ვერიაკი აგე დიპლომატია აქ არის სეკვანებთან ამაკ მეგობრობა სამყარებული თელვეტებთან ომი ესეთ მაჯობებენ მაშკარა ხარა შეეხება იმას აქ შეგვიძლია მენდელა ეს წოდებები მივანიჭოთ ლეგიონებსაც და ერთეულებსაც ყველას შემდეგაც ემატებათ რა თქმა უნდა ბრძოლის უნარიანობა და ასე შემდეგ ყველა შესაბამისი რაღაცა აქვს ნაკეთი კავალერია აქ
აქ ხა შეგვიძლია ავაშენოთ ორი რაღაც თვითონ ქალაქშიც კავალერიაო არ გვინდა საჭმლის უზრუნველსა ყოფათ. ვაკეთ აი ავშავაშინოთ. მეთევზეების სოფელი 1. დაგჭირდება ხეთყი ხო? 200. რომელიც მაგ 0 არც 1. და შევაგროვ და ისე შეიძლება დაგჭირდება. 200 ასე. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ესე უშუალოდ ალპებში ჯერჯერობით ზამთარი არ არის და კარგად გადაადგილდებიან მთებში. ესენი ისევ დავძროთ წინ, ხო? საკვები გათავდა. ესენი ისევ აღდგანა, ხო? ესენი უნდა მოვიშოროთ. სალასები როგორც სალასები აღმოვაჩინეთ, ახალი ამბავი. ამათან ომი გვაქვს, ვიბრძვით. აი. ეს ერთი აღმოვაჩინე ფორტი. აი, მაშინ დავიკავოთ სალასების სოფლები. და მონები წავასხათ ჩემ აიმებში ფერმებში სამუშაოდ. როგორც წესი, როგორც შვებოდნენ ხოლმე ყველა ოკუპანტი რომაელები ყოველთვის. თიო. ამჯერად უკვე გავტეხეთ, ხო ეს? ახლა დავამბობთ. ეხა ესენი არიან მონები და წავლეს სამშაოდ მაგალითად აი აქეთ ფერმაში ეს ავიღოთ ეს აი ეს ფერმა ასევე ეს ეგრე აქეთ წამოვიდეთ ეხა სპორტი დავაკავშიროთ გზით ძირითადად იმასთან მაგისტრალებთან, ქალაქებთან და იმასთან მოწყვეტილი არ იყოს მე ცივილიზაციას. ჯერჯერობით ეს ბანაკები მიტოვებული იქნება. ამას დავუმოწმოთ ისე დავეუბნოთ. ბანაკს აიღებენ. საფრთხე შეუძლეს რომ ესენი ნახე ამათ ქალაქებს როგორ იმაში შვებიან, აწიოკებენ, ხო? ლაოხრებენ და დატერორებენ ამათ ფერმერს.
და მიიღებ ომს. ხონუ რუკა ტრიალდება ასევე. ეს ერთი და კურსით მე მიყვარს ხოლმე თამაში, მაგრამ არ გიგონოთ რომ მაგის მეტი არა აქვს ამას. გეშვენიერებოთ. როცა დინამიური სცენების ნახევი ვიღათ. იდეალურად არის. ლავიატურიდან შეგიძლიათ შეიძლება გავაკეთოთ. ლეგიონები მაინც კინის გაცვლობით არიან. დისციპლინის თავისი გააქვს, ვაჯობეთ. დავატყვევეთ. ბანაკი დავიბრუნეთ. თუ საჭიროება ხდება ამ ქალაქსაც, რა თქმა უნდა, ავიღებთ. ახალი ისინი გამოვიდნენ. ეს მოგეხედებით ამას. საჭმელი აღარ ახთა საომარი სულის კეთება დაბლაიწევს 22%-დან შეულები არიან მოსწრებამდე. აბათ დასახლებას ეხა სანამ არ ავიღებ მე ესე ვთვლი, მაგრამ ესენი არ გაჩერდებიან რა. ეს დავიწყოთ. ახალწეულები კიდე ყავთ აგერ 9 კაცი და კიდე გამოვიდეს. ის სამძებნელად. შეიარს ეს ერთ-ერთეული რა გამოვიდეს. გარეთ ალყის გასაუბრება. კედელია ქამაც სოფელ საქასალასების ქალაქს. არც რაღაცა ისეთ საფორტიფიკაციო სერიოზული ნაგებობა მარტივად ავიღებთ საერთოდ. და შეგვიძლია დავანგრიოთ კიდეც უბრალოდ. აი ეს ეცვლება პატერნი აქეთ. აი იქით. 12-20 ნაკ. ხეთყეს ვაგროვებთ უკვე ხო? კი არ წამოვიდა. დაიწყო ხოურმება მოძრაობა. აქედანაც გემდიან. აქედანაც წამოვიდა. ეს ავიღეთ ხო? ავიღეთ შვენიერი. ეხა აქთან უნდა ავაშენოთ ორადორ აქაც არ არის კედელის შენისა არ დაწყებული და დავაუაროთ. ცოტა ხარ უნდა შევიდეთ რომ აქ ხაჯაყება არ მოაწყონეს და დაიჭიროს რა. წესრიგი ქალაქში. ამასაც ის დავაკავშიროთ. აგერ პლუსო და სათი. საბობი არის. ამ ჩვენ დავაკეთოთ. ეს ერთი-ერთეული ადგილობრივი გარნიზონისთვის. საკვები დავიმატოთ. ეს დავიმატოთ. ხო, ეხა ეს
მოკლედ გზას მივიგვიოთ გაისწვალებით. სადამ გადმოვალთ უშუალოდ ალპებისაკეთ მდინარე პადოსის ნაყოფიერ ველზე და მინდორზე, ხო? ვინც გეოგრაფია კარგად იცით. ეს სალასების მეორე ქალაქი. ჩვენი მოკავშირეები. ისე ვახტ განარდა. ამათი ეს მეორე ქალაქიც ისეთივე დაუცველია.აფერი არა აქვს. აქედან მოდი თუ არ ვიცი გამოვიდე თუ არა. ესეც გადავიყვანოთ იქით, ჯერჯერობით არ მინდა ფული გვაქვს. ხის მასალის შესაძლებლად. და ხდება რა ვესნე ზაფხულის შუა ნაწილიაო, ზამთარში ალპებში სიარული გაგვიჭირდება. ამიტომ ზამთრამდე უნდა მოვაყომაროთ ყველა ის საქმე, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული. მაღალმთიანი რელიეფი. აქეთ სალასები გამოვიდა, ხო? გაუშვათ კავალერია. თანამათ ეხლა ნელა მოუმატოთ ის. საბრძოლველად ახალწვეულები ყვა. კავალერია დაამარცხეს. ქალაქზე მოვიდით პირდაპირ, მაგრამ ვერ მივართვით. საბრძოლო გამოცდილება არ აქვს ჯერ. ვაუწიოთ ის. შეიძლება რომ ვაჯო. ამიტომ ახლა კიდე მივახმოთ კავალერია. ჩვენ მეორე ქალაქს წამოვიდეთ. დავიჭიროთ, არ გაგვიქცნენ. ეს უფრო კარგად გამაგრებული ქალაქია, რა ქვია, ოქტოდურისი. კედელი აქვს ხო შემოვლებული, ოღონდ ხის. აშენებულია, მოუსვიათ აგერ.
ქალაქის აღება გაგვიჭირდება. ეს საფულში და სამძოლო მოქმედებები მოვასწარით ეს არის. ამათ სამაცხენო ლეგიონი მოიცავს. მოგვიმატა საკვები გვემატება 22-20-დან აქ უკვე მაქსიმალური და ეს ნაწილი გადმოვიყვანოთ აქეთ შახტაში გავიგიდოთ ეს მეორე ფორტი ვერ მიპოვეთ ხო ჯერჯერობით მეორე ფორტი და ეს შევასრულე ესე იგი და დამრჩა ორი ლუგუდუნში გავემგზავრო და კითხარეს და ეპორედიაში აქეთ ხო კარგი ბატონო ესეც შევაერთო ძირითად მაგისტრალთან ეს ორი ფორტი ხა უკვე შეიძლება რომ აქედანაც ეს აღარ მიდა ესე ცოტა ხელ თავს გაიტანე თითო სორი ადრინდელი მიტოვებული ფორტი რაც შეეხება ამათ ესენიც შეგვიძლია დავაბრუნოთ ან დავაბრუნოთ ან არა და აქეთ გამოიზამთრონ ადგილზე ახალწეულებით აქაც შეივსებიან საუბარს ეს კეთებით და ასე თუ არ კი იკლებს და ამათ ემატება აქ როცა ბანაკში ვიყავ მაგ შემთხვევაში და ბანაკი შეერთებულია გზით იმასთან ძირითად ქალაქთან ამ საკვებით ვერ უზრუნველყოფ ამიტომ უნდა დავაბრუნო უკან ამ ქალაქში აქვს ძალიან მეტი საკვების ნორმალურად არის ყველაფერი შეიძლება ითქვას შეძებენ შეგვიძლია რომ გამოვიჭროთ და შევავიწროთ მოღალატე სალასებისგან შემდგარი მეომრებით რომლებიც ჩვენ ხარზე არიან ამჯერად ეგ რომს ემსახურებიან მეგობრები აბა როგორ გაუძლებენ ეს ქალაქები ახლა დაიკარგოს კიდეც აღარ მაინტერესებს პრინციპში აი ეს ქალაქი ეხლა და ცხოვრებრივი პირადესობა აქვს. აი ეს ქალაქი დავკარგე უკვე. რო გამოვიყვანე ეს გარნიზონი. შოს. აი. გასაგებია.
მოვიკრიბოთ ძალები და ხელახლა შევუდიოთ უკვე. ეხა იღებენ ისევ ამ ბანაკს. Oxford army დაისვენოს ლეგიონებმა. საკობს თითქმის არ ვიყენებთ. შეშას თითქმის არ ვიყენებთ. და მაინც ვერ ვაგროვებთ. დიდი არმიები ყავ გამოყვანილი. ეხლა ავაშენოთ. აი ეს პირველ რიგში სათევზაო სოფელი საჭმლის იმან აიწიოს მალე. გრაფიკა აქცია საყვარელი ლამაზი ბუნება, ნამდვილია ესეთი შეიძლება ითქვას. გალების სოფლებში და საფრანგეთში როგორი ბუნება შეიძლება ყოფილიყო. შახესა ეს და ლამაზი ტბორები, ჩქერი, მდინარეები, ჭაობები, მთები, ვაკეები. კარგია რა ეცი თქვით, შვენიერია რა. ავაშენე და უკვე პლიუსში დაიწყო გესაკვება მომატება. და მეორე უნდა ავაშენოთ ეს ბაზარი. პლიუს 100 ოქრო შემოსავალი. და მე მოგვიწევს ალბათ აი ამის გაკეთება. ანამის. ხო, აი ამის. რომ მეტი შევინახოთ და ანუ საწყობის საკვები ესე მეტი რომ შევინახოთ. მოკლედ დღეს ამ პატარა სერიის ჩაწერას ამით დავამთავრებ. როგორ მოგეწონებათ კომენტარებში დამიწერეთ, კონყოფილები იქნებით თუ არა და გავაგზავნოთ შემდეგ უკვე მეორე სერიაში ყველაფრის თამაში. კარგად იყავით და არ მოიწყინოთ დროებით.